გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ თანამედროვე ამერიკელი მწერალის ჯორჯ სონდერსის შესახებ და მისი ერთი პატარა მოთხრობა მინდა შემოგთავაზოთ წასაკითხად, რომელიც ქართულად არ არის ნათარგმნი. ჯორჯ სონდერსი არის თანამედროვე მწერალი, მისი წიგნები წარდგენილი იყო ბუკერზეც, პულიცერზეც, იმას მოგებული აქვს ბუკერის პრიზიც და ეხლა მაგალითად ახალი რომანი გამოდის მისი, რომლის წაკითხვასაც ვაპირებ და მის წინა რომანსაც მინდა რომ გავეცნო, მაგრამ გადავწყვიტე რომ თავიდან მისი მოთხრობებით დამეწყო და კრებულს, რომელიც მაქვს, ჰქვია Liberation Day, ანუ განთავისუფლების დღე და პირველივე მოთხრობა, რომელიც ამ კრებულში არის, ზუსტად ამავე სათაურით არის, ჰქვია Liberation Day და არ მინდა რომ დავასპოილერო, უბრალოდ ეს რაღაცნაირად უფრო რეკომენდაცია იქნება იმისთვის, რომ წაიკითხოთ ეს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე მოთხრობა, რომელიც წამიკითხავს, დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ პირში მოთხრობილი ეს მოთხრობა თავიდან ვერ იგებ ვინ გიყვება. და აი ეს ამოძრავებს ინტერესს, იმიტომ რომ რაღაცა უცნაურობა ხდება აშკარად, იმიტომ რომ პირველ პირში იყვება ვიღაცა, რომელიც მონაწილეობს რაღაცა პროცესებში, რომელიც სახლში რაღაცა სახლშია, ამ სახლში მცხოვრები ოჯახის უფროსი ხანდახან შემოდის და რაღაცას აკეთებს და აკეთებინებს მთხრობელს, მოდი ესე ვთქვათ, და მისნაირ პერსონაჟებს. თავიდან ვერ იგებ რა, ეს ადამიანი გელაპარაკება, რაღაცა ტექნოლოგიური არსება თუ საგანია ვერ იგებ რა ხდება რა, ვინ გიყვება. ცოტა ისე მიდის რაღაცნაირად დუნეთ და უფრო მეტად სონდერს გაკეთებული აქვს აქცენტი იმაზე, რომ თხრობის სტილი იყოს და რაც შეიძლება უფრო ხორციანად და ისეთი ტექსტი იყოს. ამიტომ ამ ხრივაც გამორჩეული ტექსტია, იმიტომ რომ შესანიშნავად წერს. თანამედროვე ინგლისური ლიტერატურული ენა არის საუკეთესოდ წარმოჩენილი ამ მოთხრობაში, ამისთვისად ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა. მე შემოდის მაგალითად ამ ოჯახის უფროსის მეუღლე, რომელიც ასევე თავის მხრივ აკეთებს რაღაცეებს, აი ამ მთხრობელთან და იმ მის მსგავს პერსონაჟებთან ერთად და რაღაცა წარმოდგენას დგამენ თუ რა ამბავი ხდება, მოკლედ ვერ ხვდები და ვისთვის აკეთებენ ან რატომ აკეთებენ. ეს გაურკვევლობაც იქიდან გამომდინარე არის საინტერესო, რომ მთხრობელს, რომელიც გვიყვება თავისი პერსპექტივიდან მთელ ამ პროცესებს და თქვათ იქ რა ესმის გვერდითა ოთახიდან, როდესაც თქვათ რაღაცა პატარა კონფლიქტის ხმა შემოდის ან ოჯახური სიტუაცია ან სხვა, მაგალითად შვილი, რომელიც დედასთან და მამასთან მაინც და მაინც კარგ ურთიერთობაში არ არის, ის რომ არ მოსწონს ამ მთხრობელს. თვითონაც გაურკვევლობაში არის საერთოდ, იმიტომ რომ ამ ოთახის იქით მხოლოდ ეს რაღაც გაგონილი ფრაზებით აქვს წარმოდგენა რა ხდება. და შესაბამისად მხოლოდ ამ ოთახში ვართ და ვხედავთ მას, იმ ადამიანებს, რომლებიც შემოდიან და სხვა პერსონაჟებს, რომლებიც მისნაირად არიან ჩართულები აი ამ რაღაც პროცესში, რომელსაც ოჯახის უფროსი და მისი მეუღლე გვთავაზობს. თან ვერ ხვდები რა ჟანრია, იმიტომ რომ როდის ხდება ესეც რაღაცნაირად არ ჩანს თავიდან. რამე ჩანს თუ არა, ისეთი რამაც შეიძლება მიგანიშნოს, რომელ ეპოქაშია, ამასაც არ აღწერს მაინც და მაინც უფრო ურთიერთობების აღწერა და ქცევების აღწერა, რაც თითქოს მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ აი ეს გაურკვევლობა და რო არიცი რა ხდება და რაღაცას აკეთებს ეს პერსონაჟი ამ პერსონაჟთან მიმართებაში, ეს იწვევს ინტერესს. აი ამ ხრივ აქვს როგორც მწერალს და აი ეს ლიტერატურული ხერხი წერისა და ეგრეთ წოდებული სასპენსი, ამითი ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან კარგი აი ეს წერილური ოსტატობა ძალიან კარგად გამოიხატება ამ სტილში, რომელიც აი მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არაფერს არ გეუბნება რა, რაღაცნაირად მიჯაჭვული ყავს, იმიტომ რომ გაინტერესებს ბოლოს და ბოლოს ვინ არის ეს ხალხი, თუ ეს საგნები, თუ ეს რაღაცეები, ვინ არიან, რატომ არიან ამ სიტუაციაში და რას ჩალიჩობს ეს ტიპი რა, რომელიც შემოდის ამ ოთახში და რაღაცეებს ამ პერსონაჟებთან, მთხრობელთან და სხვა პერსონაჟებთან ერთად აკეთებს. ოღონ იმ პერსონაჟებს ხმა არა აქვთ რა თავისი თვითმყოფადი, ანუ ამ მთხრობელის პერსპექტივაში, რასაც ვხედავთ, ხო არის თავისთავად გადმოცემული. და სადღაც უკვე შუაში რაღაცნაირად გადავდივართ უკვე ორმაგ თხრობაში, როდესაც იწყება აი ამ პერსონაჟს ახალი
დამატებითი იდენტობა აქვს შეძენილი და აი აქ უკვე რაღაცა პატარა მინიშნებები უკვე შემოდის. ახალი შეძენილი იდენტობიდან გამომდინარე ჩვენ უკვე ვიწყებთ ახალი ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული ისტორიული მოვლენის აღწერას, აი იქ გადავდივართ რა. ეს აღწერს ეს პერსონაჟი როგორც მონაწილე თითქოს აი ამ ისტორიული მოვლენისა. ეს არის ერთ-ერთი ცნობილი ბრძოლის შესახებ, რომელიც გაიმართა ამერიკულ არმიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის და ამ ამბავს გადმოსცემს ეს პერსონაჟი, რომელიც თანამოთახში არის, მაგრამ თან ამ ყველაფერში არის ამ ყველაფრის მონაწილე. მე აი ეს რაღაცა ეს ორი იდენტობა ერთმანეთში ერთიანდება რაღაცნაირად და ამ დროს, როდესაც უკვე თითქოს იდენტობა გამჯდარი არის ამ პერსონაჟში, ძალიან ვცდილობ რომ არ დავასპოილერო, იმიტომ რომ ჩემი აზრით აი ეს გაურკვევლობა, რომელიც მიყვება ამ მოთხრობას ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესოს ხდის და უცებ ხდება კულმინაციაში მივდივართ, სადაც შემოდიან უკვე სხვა პერსონაჟები, რომლებსაც შემოაქვთ ქაოსი. მაგრამ ჩვენთვის ეს ქაოსი არის ამ მოთხრობის სათაურთან მიმართებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ეს არის განმანთავისუფლებელი ქაოსი. მაგრამ ამ პერსონაჟისთვის, რომელიც ამ ყველაფერში არის ჩართული და ეს ორმაგი იდენტობა აქვს, ეს ყველაფერი არის საფრთხის შემცველი ქაოსი. და მარტივად რო თქვა და აღარ მინდა რომ დავასპოილერო, აუცილებლად მინდა წაიკითხოთ ეს მოთხრობა. აქ ჩვენ ვხედავთ მორჩილება და სისტემის მხრიდან თავს მოხვეული რაღაცა ნარატივი, როგორ აიძულებს რომ საკუთარი თვით გამორკვევისა და თავისუფლების წინააღმდეგ წავიდეს, რაც შეიძლება რადიკალურად. და თან ამ ყველაფერში ეს რაღაცნაირად სიმბოლიზმი არის, რომ აი ეს წარსული, რომელიც აი ამ პერსონაჟის იდენტობის ნაწილი ხდება, იმ წარსულს და იმ წარსულ იდენტობას აი ამ თანამედროვეობაში აქვს უდიდესი გავლენა, რომელიც კონტექსტუალურ შინაარსობრივად თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ ისეთ ქმედებებს განაპირობებს, რომელიც ხელს უშლის თავისუფლებას. მრავალშრიანი მოთხრობა და შესაბამისად არ ვიცი, ვეღარ ვილაპარაკებ მეც ამაზე. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ როგორც თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ნიმუში არის შესანიშნავი მოთხრობა, რომელიც გვაჩვენებს ის თუ ზოგადად რა იწერება თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში, იმიტომ რომ ეხლა რაღაც მომენტში რომანები ბევრად უფრო მეტად არის ხოლმე საქართველოში ნათარგმნი ვიდრე მოთხრობები და თანამედროვე ამერიკული მოთხრობა ძალიან საინტერესო მოვლენა ამ მხრივაც და თავისთავად მთელი ეს სიმბოლიზმი და აი ამ წარსულთან და თანამედროვეობასთან და თავისუფლებასთან და აზროვნებასთან და ჩაკეტილ აზროვნებასთან აი ეს რაღაც გაურკვევლობა და იდენტობის კრიზისი, რომელიც მერე განმანთავისუფლებელ სასარგებლო ქაოსს უპირისპირდება. ძალიან კარგი მოთხრობაა და აუცილებლად გირჩევთ რომ წაიკითხოთ დღევანდელ კონტექსტში, როგორც ქართულ, ისე ამერიკულ და ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში ძალიან საინტერესო მოთხრობაა. თავიდან იწყება გაურკვევლობით, ჟანრობრივად ვერ ხვდები რა ხდება, რომელი პერსონაჟი გელაპარაკება, რა უნდა, რა ამბავია და მერე ნელ-ნელა ეს ყველაფერი შრეები იშლება, ეს შრეები უფრო ღრმავდება, რაღაც პარალელურ თხრობაში გადავდივართ, რომელიც მე ერთმანეთში ეს გადმოედინება, რომელსაც მე აქვს უდიდესი გავლენა საბოლოო დასასრულზე, რომელიც მოდის განმათავისუფლებელი ქაოსიდან და ეს შეჯახება ამ ყველაფრის. დიდი მადლობა რომ ისმენდით, თუ აქამდე უყურეთ ამ ვიდეოს, გთხოვთ რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ეს ეხმარება YouTube-ს, რომ უფრო მეტ ადამიანს აჩვენოს ეს ვიდეოები.